რუსთავში ახალგაზრდობის სასახლე გაიხსნა, მოზარდების შესაძლებლობა აქვთ მრავალფეროვან საგანმანათლებლო და სახელოვნებო პროგრამებში ჩაერთონ. დეტალებით გივი კუჭავა. ახლა დავამატებ კალიუმის იონიდს, რომელიც დააკატალიზებს ამ რეაქციას. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მენტალური არითმეტიკა, ლეგო რობოტიკა, მხატვრობა, ხატწერა, ქორეოგრაფია და თეატრალური ხელოვნება. ეს იმ პროგრამების არასრული ჩამონათვალია, რომლის შესწავლასაც დღეიდან რუსთავში მცხოვრები მოზარდები ახალგაზრდობის განახლებულ სასახლეში შეძლებენ. ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია, რადგან მიეცათ მას შესაძლებლობა საუკეთესო გარემოში დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიებს. ორიენტირებულია მთლიანად სასახლე იმაზე, რომ ბავშვებში გაიღვიდოს ინტერესმა თუნდაც საბუნებისმეტყველო და არა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ, ხელოვნების მიმართ. ახალგაზრდობის სასახლე კიდევ ერთი ახალი შესაძლებლობაა რუსთაველი ახალგაზრდებისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდების განვითარებისთვის. ეს ყველაფერი კი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ყოფილი ამორტიზებული შენობის ნაცვლად. აშენდა 1800 კვადრატული მეტრი ფართობის თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სამსართულიანი ნაგებობა, სადაც მოსწავლეებისთვის ყველანაირი სასწავლო პირობებია შექმნილი. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ აი ამ ადგილიდან დაიწყება ახალგაზრდების წარმატებული გზა. გადანაწილებულია სხვადასხვა სახელოვნებო მიმართულება, არის არტ-სივრცე, სამხატვრო სკოლა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ახალგაზრდების უნარების გამომუშავება. რუსთავის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე სხვადასხვა დისციპლინის შესასწავლად მსურველების მისაღებად მზადაა. 500-მდე ახალგაზრდა უკვე დარეგისტრირდა. სასწავლებელში განახლდა სასწავლო კონცეფციაც. საგანმანათლებლო ცენტრი გახდა მულტიფუნქციური, სადაც სწავლება საკლუბო პრინციპით გაგრძელდება. ახალი კონცეფცია კი მოსწავლეების განვითარებაზე სრულადაა ამორგებული. სრულიად ახალი შეიქმნა არა მხოლოდ ინფრასტრუქტურა, შინაარსობრივად დატვირთული არის ის და აქ შეთავაზებული იქნება რუსთაველი ახალგაზრდებისათვის როგორც სახელოვნებო, საგანმანათლებლო, ისე კულტურულ სფეროში სხვადასხვა წრეები. რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა ონლაინ რეგისტრაციითაა შესაძლებელი.